EUTOS საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ბიუროკრატთა ორმაგი სტანდარტი, deep state-ის გავლენა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. ესა ნაწილი იმ თემებისა, რაზეც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დღეს განცხადებები გააკეთა. ირაკლი კვაბახიძემ სხვადასხვა მაგალითებზე ისაუბრა, მისი თქმით, ბრიუსელი და ზოგადად ევროპული სტრუქტურები თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებების უმრავლესობა ანგარიშვალდებული არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ სწორედ deep state-ის წინაშე. სალომე ქოქიაშვილი გვერდება თემის დეტალებით, მან მოისმინა პრემიერის განცხადება და მთავარ აქცენტებს გაგოცნობს სალომე გისმენთ. დიახ, გასული კვირის ბოლოს EUTOS საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და ამ რეზოლუციაში ასახული გზავნილები, ზოგადად მისი სულისკვეთება და უკავშირა სწორედ deep state-ის გავლენებს. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ის რომ მაგალითად მსგავსი გზავნილებით გაჯერებული რეზოლუციები ჰქონდათ მიღებული ევროპარლამენტ, შემდგომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ამჯერად უკვე EUTOS საპარლამენტო ასამბლეამაც დაახლოებით მსგავსი კრიტიკული გზავნილები მიიღო. სწორედ მეტყველებს იმაზე, რომ ამ სტრუქტურებში ძალიან ძლიერი არის არაფორმალური გავლენები იმ არაფორმალური ძალებისა, რომლებიც როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, საქართველოს საკუთარ არჩევანს არპატიობენ, მათ შორის იმ არჩევანს, რომელიც ქართულმა ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, სწორედ ეს არის დასტური იმისა, რომ მაგალითად ის კრიტიკული გზავნილები მიმართულია საქართველოს მისამართით, მათ შორის საქართველოს ჩატარებული არჩევნების მისამართით და ამავდროულად მაგალითად იგივე ევროპული ინსტიტუციები არაფერს ამბობენ სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებზე, რომლებიც როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური განმარტავს, საკმაოდ ბევრი დარღვევით თუ ხარვეზით წარიმართებოდა. პრემიერ-მინისტრი ამავდროულად საუბრობს იმაზეც, რომ დაიხსენებს წარსულს და საუბრობს იმაზეც, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წლიან პერიოდში ამ სტრუქტურებს არასოდეს არც ერთი შენიშვნა და არც ერთი კრიტიკული მოსაზრება არ დაუფიქსირებიათ, მათ შორის არც მაშინ, როდესაც მაგალითად საპროტესტო აქციები საკმაოდ მძიმედ, ასე ვთქვათ, ირბეოდა და იშლებოდა და მათ შორის არც ერთი კრიტიკული გზავნილები არ ქონიათ მაშინაც კი, როდესაც 26 მაისის მიტინგის დაშლას რამოდენიმე მომიტინგის სიცოცხლე მსხვერპლა. პრემიერ-მინისტრი ხას უსვამს იმას, რომ საქართველოს ახლა სხვა არჩევანი არ აქვს, თუ არა გააგრძელოს საკუთარი სუვერენული, ასე ვთქვათ, პოლიტიკის და ეროვნული პოლიტიკის წარმოება, ვინაიდან როგორც მთავრობის მეთაური განმარტავს, დღეს ამ ხაზზე, ასე ვთქვათ, საქართველოს როგორც ქვეყნის გადარჩენის გზა გადის. არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რასაც პეტრე ამბობს პავლესზე, პეტრესე მეც ამბობს ვიდრე პავლესზე. ეს გამონათქვამი EUTOS საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების გავსად უკვე EUTOS ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და deep state-ის მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლება. მინდა ასევე შეგახსენოთ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლის ტრასის გამონათქვამები. ან ჩვენ გავანადგურებთ deep state-ს, ან deep state-ი განადგურებს ამერიკას. ტრამპისა და ტრასის ეს სკანდალური განცხადებები, აგრეთვე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ, deep state-ის არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აკარწყლებს. ბრიუსელი და ზოგადად ევროპული სტრუქტურები თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების უმრავლესობა ანგარიშვალდებულია არა საკუთარი ამორჩევლის, არამედ სწორედ deep state-ის წინაშე. შესაბამისად, მათ მიერ გატარებული პოლიტიკას თლიანად არაფორმალურ ოლიგარქიულ ინტერესებზეა აწყობილი. deep state-ის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კონკრეტული მოვლენების ზედაპირული ანალიზითაც კი მარტივად დგინდება. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი მართავდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა მოშლილი, რაც მრავალი სისტემური პრობლემით ვლინდებოდა. უხეში ავტორიტარიზმი, ადამიანის უფლების სისტემური და უხეში დარღვევა, გაყალბებული არჩევნები, უკანონო პატიმრებით გადავსებული ციხეები, სადამშრალო ინსტრუმენტად ქცეული სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეგეტი, გარეთ დაკვეთით დაწყებული და ურთღეში წაგებული ომი, ეს იმ პრობლემების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებიც deep state-ის აგენტურის ავტორიტარულმა მმართველობამ საქართველოს შეუქმნა. თუ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს ან უკრაინაში ამ კუთხით არსებულ რთულ ვითარებას გადავხედავთ, იოლად დავწმუნდებით, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს დაქვემდებარებულ ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს. სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად ისინი უპრობლემოდ
აღიარებენ. Deep State-ისთვის თავი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს უსაფრთხო კრიტიკისა და სრულბრალდებების ქარცეცხლშია გახვეული. ამ ფონზე ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს ილუზია, რომ სხვა სახელმწიფოების გავსად, რომლებიც არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არიან დაქვემდებარებული, საქართველოს შეიძლება დახვეს Deep State-ის თამაშის წესებს და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ის ტურბულენტობა, რომელშიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ბიუროკრატია ამყოფებს. ამ ილუზიის თავს მოხვევა სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ძალის მიზანი. ეს არის ილუზია, რომლის ვერ შეცნობის ფასას დღემდე იხდიან ერთ დროს ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფოები. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევანი საქართველოს არამხოლოდ ეკონომიკის და ტრადიციული ღირებულებითი სისტემის განადგურებად, არამედ სუვერენიტეტის სრულად დაკარგვად შეიძლება დაუშვეს. ამგვარად სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის თელობებით Deep State-ის საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ 2024 და 2025 წლებში ქართულმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჯერა მხარი ქართულ ოცნებას. არფორმალური გავლენების კიდევ ერთ გამოვლენებად მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ განცხადებასაც, რომელიც დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა კაია კალასმა. შეგახსენებთ, ისაუბრა იმაზე, რომ უკვე დაიწყეს მუშაობა შავი ზღვის ახალ სტრატეგიაზე, თუმცა კომუნიკაცია არ აქვს საქართველოსთან, ვინაიდან მათ არ სურთ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და ეძებენ გზებს, რომ მხარი დაუჭერან მხოლოდ ქართულ ხალხს და არა საქართველოს ხელისუფლებას. ამ თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრინციპში აბსურდში შედის მისი განმარტებით ევროპული სტრუქტურა და ამ შემთხვევაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვინაიდან ისაუბრო შავი ზღვის სტრატეგიაზე საქართველოს გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც მაგალითად ცენტრალური აზიის და არა მხოლოდ ქვეყნებს, ჯამში 7 ქვეყანას სწორედ შავი ზღვის გავლით აკავშირებს ევროკავშირთან. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ამბობს იმასაც, რომ ეს არის თავად ევროკავშირის გადაწყვეტილება, მათი გადაწყვეტილება იყო თავის დროზე საქართველოსთან დიალოგის შეჩერება და პრემიერ-მინისტრი ხას უსვამს იმას, რომ ახლა საქართველო თუ კი რა თქმა უნდა შემცირდება, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ზეწოლა და ასეთი განცხადებები, ასეთი დამოკიდებულება თუ კი ევროკავშირია და ევროპული ინსტიტუციები ზოგადად შეიცვლიან საკუთარ მიდგომას საქართველოს მისამართით, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველო ყველა დონეზე არის მზად ნებისმიერი სახის დისკუსიის გასანახლებლად. არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. ევროკავშირის ბიუროკრატია არის აბსურდში შესული. თქვენ ძალიან კარგად იცით საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით, თუმცა თქვენ იცით, როგორი აბსურდული გადაწყვეტილებები მიიღეს მათ თავის დროზე, მაგალითად გაიმართა მინისტერიალი, სადაც იყო მიწვეული 7 ქვეყანა მინისტრის დონეზე და საქართველოს არ მიიწვიეს მინისტრის დონეზე, მაშინ როდესაც სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ყველა დანარჩენს, 7-ვე დანარჩენს აკავშირებს შავ ზღვასთან. ასეთ აბსურდში, როდესაც შედიხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ დამოუკიდებლად ვერ იღებ გადაწყვეტილებებს, მე ვუკვირთ ხოლმე, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია თავისთან ბოლომდე იმართება გარე გავლენებით და არა საკუთარი სუვერენული ინტერესების შესაბამისად. საქართველოს ფუნქცია მუდმივად ძლიერდება, შესაბამისად საქართველოს არის ყველგან. რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, მათ უნდა გადახედონ საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და ქართული ხალხის მიმართ. გასაგებია, რომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება. გავიგეთ, მაგრამ ხო ხედავენ, რომ ქართული ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს, აგენტურას არ იღებს, არ აბრუნებს ხელისუფლებაში და ხო შეიძლება შეეშვან ამ ყველაფერს. ეს არის ჩვენი მარტივი მოწოდება, დანარჩენი ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად ღია. აი ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის, მათ შორის სადვართ იმისათვის, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს ქართული ხალხის წინააღმდეგ გასული 5 წლის განმავლობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველო გაგრძელებს ეროვნული და სუვერენული პოლიტიკის გაგრძელებას, რაც შეეხება უკვე ევროპული ინსტიტუციების წარმომადგენლებს, თუ იქიდან მოსმენილ კრიტიკას. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ვინაიდან გასული წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, არ გამოვიდა მთი მცდელობა ხელისუფლების შენაცვლებისა, ახლა ერთადერთი გზა არის ის, რომ თავად ეს ინსტიტუციები, ასე ვთქვათ, მოცემულ რეალობას შეეგუონ და დაიწყონ საუბარი საქართველოსთან. მადლობა სალომე ქოქიაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.